მეგობრებო, დღეს ისრაელში დიდი დღესასწაულია, შაბათი. დიახ, მის შესახებ საუბარია ბიბლიაში, ჩვენს ბიბლიაში, სადაც ბევრი ებრაული პერსონაჟია მოხსენებული, საიდანაც წარმოიშვა იესო. უფალმა 10 მცნება გადასცა მოსეს, დიდებულ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, ძალაუფლება, სიმდიდრე, დიდება. მაგრამ მან დაიცვა გაჭირვებული და ყველაფერი დაკარგა. ძებნილად იქცა. როგორც იტყვიან, ნაძირალა ფარაონმა ინტერპოლში ამოაყოფინა თავი. მოკლედ, როცა ის დაბრუნდა ეგვიპტეში, იქ დაახლოებით ისეთი ფარაონი იყო, როგორიც დღეს ირანის შაჰია. ჭკვიანურს ვერაფერს ამბობდა. მოусმინეთ, გარდა იმისა, რომ ისრაელი უნდა გაანადგურონ, სხვა ვერაფერს. მოკლედ, მე გესაუბრებით შაბათზე. შაბათი ეს არის უფლის მიერ დასახელებული დღესასწაული. კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს ღმერთი, რომელიც თავად დაარქმევდა დღესასწაულებს სახელებს. 10 მცნებაში კი წერია 6 დღე იმუშავე, მე-7 დღე კი შაბათია. აი ასეთი ამბებია. ასე რომ დღეს ყველა აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ისრაელში ნორმალური ვითარებაა, ხმელთაშუა ზღვა, არის პატარა ყურეები, იქ ჩვეულებრივ ბავშვები სხედან. ადამიანები სეირნობენ ძაღლებთან ერთად. მეც მათ შორის. ბიჭოს, ამ ძაღლს შეხედე რა? მოიშა, აბა დაიჭირე ის. ცუდად შემომხედა, მიდი. ახლა მოიშა გაუსწორდება მას. სად არის მოიშა? არა, იქ კი არა. აქეთ უნდა წახვიდე. აი მტერი, ხედავ როგორია? მიდი, დაიჭირე.